თუმცა ამ შეცდომებს მაშინ დავინახავ, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს. ერთი წუთი დავიწყოთ იმით თუ რა არის და შეცდომებზე მე ვილაპ საქვეყნოდ მომჭერა უნდა თქვა. ნახოთ. გავრისხოთ. გავრისხოთ. გამარჯობა, მოგესალმებით მაყურებლებო. დღეს ჩემი სტუმარი არის გოგა ტრაპაიძე, WordPress დეველოპერი, 15 წლიანი გამოცდილებით და მოგვიყვება თავისი ახალი ხელსაწყოს შესახებ, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი WordPress საიტის შემოწმებაში. გვეტყვის კონკრეტულად რას შეამოწმებს და ასევე გვეტყვის იმასაც, რომ არა მარტო WordPress საიტების შემოწმება არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, გოგა იმასაც გვეტყვის, რომ რაღაცის დახვეწა ჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ თქვას, თვითონ მოგვიყვეს ამის შესახებ. გამარჯობა გოგა. სალამი ლადო, სალამი მივესალმებ ჩვენს მაყურებელსაც. ხო, ეს ხელსაწყო მეტნაკლებად დასახვეწია რაღაც ტიპის შეცდომები აქვს, თუმცა ამ შეცდომებს მაშინ დავინახავ, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს. ერთი წუთი დავიწყოთ იმით თუ რა არის და შეცდომებზე მე ვილაპარაკოთ გოგა. მოკლედ რო ვთქვა, ძალიან ბევრ ინტერნეტ თულს ვიყენებდი დიდი ხნის მანძილზე რა. გარკვეული პერიოდი სანამ AI-ის ეპოქა დადგებოდა, მით უმეტეს უფრო მზაფრად მჭირდებოდა სხვადასხვა ონლაინ თული. ასევე დასაწყისში, როდესაც დიდად კარგი ჭალებს დეველოპერი არ ვიყავი, ვთქვათ, არ ვიცოდი რაღაცა ძალიან მინიმალური, თუნდაც კონსოლის გამოყენება და უფრო მეტ სხვადასხვა ტიპის მარტივ ხელსაწყოს ვეძებდი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ეს ხელსაწყოები რაღაცა ერთი ტიპის იყო ძირითადად და ვთქვათ, ერთი ფუნქციას თუ ამოწმებდა, ვერ ამოწმებდა მეორე ფუნქციას და მიწევდა, რომ ბრაუზერში ალბათ 30 ტაბი გამეხსნა და სხვადასხვა დატა ამომეღო, მე ეს დატები ჩამენიშნა, ჩამესკრინა, ეკრანი გამეყო, ორი ლეპტოპი დამედო და ძალიან წვალობდი რა. კარგი ხნის წინ ჩემთვის პირადად გავაკეთე და ესეთი რაღაცა პატარა ხელსაწყო. ჯერ კიდევ არ იყო, აი კორონას დრო იყო, ეს ეპოქა არ იყო, ძირითადად კომპიუტერს მივეჯაჭვე და მაშინ გავაკეთე ესეთი ხელსაწყო, რომელიც სხვადასხვა დატას ვეცდები ქართულად ვთქვა და პასუხს არ ვიტყვი, მაგრამ ესე ვთქვათ, იპარავდა სხვადასხვა დატას აგროვებდა, სხვადასხვა კითხვებზე პასუხს და ამ ინფორმაციას უფრო მარტივად მე ასე ვთქვათ, ვამუშავდი. თუმცა ძალიან რთული იყო ინფორმაციის გამუშავება და ესე ხელსაწყოთ რო გამომედო, არავის არ გამოადგებოდა რა და ამ დროს აი გამოჩნდა უკვე AI, რომელსაც შეუძლია რომ რაღაცა ტიპის დატა მივაწოდოთ და ამ დატაზე რაღაც მარტივი პასუხები ან ხან ძალიან გზელი და რთული პასუხები გავქცეს. სწორედ AI-ის დახმარებით მე სხვა ტიპის დატას ვაწოდებთ, ეს თული უმთავრესად აწოდებს და AI გვიბრუნებს როგორც თulis პასუხს, ასევე აქ ნახავთ მე რომ გვაქვს AI ღილაკი, რომელთაც შეგვიძლია პატარა ანალიზი, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში Gemini-ს აგენტს ვიყენებ გვიპასუხს. გოგა, პარალელურად ხო არ ჩაგვერთო რამის ანალიზი და სანამ ყვებით ისიც ანალიზს გააკეთებს და უკვე იქ იმის მიხედვითაც შედეგსაც რაღაცას ნაოდ. რამე ისეთი ნახოთ. ჩვენ საიტს დავანალიზებთ მინდა. კი ბატონო, გაუშვათ. გაუშვათ. საქვეყნოდ მომჭერა უნდა თქვა. ნახოთ. გავრისხოთ. გავრისხოთ. გარდა იმისა, რომ ეს ხელსაწყო AI-თი ამუშავებს ინფორმაციას და დატას ერთმანეთს ადარებს, ესე ვთქვათ, რაღაცა დეშიფრაციას უკეთებს და საუკეთესო ვარიანტებს ცდილობს აღმოაჩინოს და წარმოაჩინოს, საკუთარი აგენტიც აქვს, ესე ვთქვათ, ეს საკუთარი აგენტი უბრალოდ მუშაობს იმ ბაზაზე, რასაც ვთქვათ, მომხმარებელი შეიყვანს, შეამოწმებს, რაღაც ტიპის ვებგვერდზე აღმოაჩენს რაღაც ტიპის შეცდომას და შემდგომში ამას უკვე სხვა ტიპის ვებგვერდზე, სხვა ვებგვერდზე თუ ნახავს, ადარებს და აქედან დასკვნა და ანალიზი გამოაქვს. ეხლა ეს რატოა ესე თქვა პირადი აგენტი ჩაშენებული, მე აქ სხვა თულიც არის და იქ უფრო გამოჩნდება რაში დამჭირდეს პირადი აგენტი, მაგრამ პირდა ვიტყვი რომ უფასო AI-ს ვიყენებ, ამ შემთხვევაში Gemini-ს სულიად უფასო პაკეტია და შესაბამისად შეზღუდვები აქვს რაღაც მოთხოვნებზე და აქედან მომდინარე მოვიფიქრე ესეთი გამოსავალი, მოდი რა Gemini-ს პასუხებს დააგროვოს, თვითონ ამში დააგენტმა სერვერზე, ჩემს პირად სერვერზე იმუშაოს და რაღაც შემთხვევაში თუ ვერ უპასუხებს, დაკავებული იქნება, ისე რომ მომხმარებელს გული არ დაწყდეს, თავად ამში დააგენტმა პატარა ანალიზი გაუკეთოს. გარდა ამისა, შიდა აგენტი დამჭირდა მისთვის, აქ არის, ალბათ შენს გამოუსწია, როდესაც ვიღაცები რაღაცებს ძალიან ხშირად გეკითხებიან. ხშირად ერთ და იგივე რაღაცას გეკითხებიან, ჯგუფში პოსტავენ. მოკლედ ეს ხალხი Google-ამდე ვერ მივიდა, ზოგი ვერც AI-სთან მივიდა და ესეთი რაღაც მარტივ შეიძლება აქაც ვერ მოვიდნენ, მაგრამ მარტივ ხელსაწყო ჩავამატე. აქ შეგვიძლია ჩვენი საიტის შეცდომის სკრინიც ავტვირთოთ.
თუ ფატალეროს ვნახავთ, ან უბრალოდ რაიმეს წერს ჩვენსა და ჩვენთვის უცხოა ანუ ჩავაგდოთ. ტექსტადაც შეგვიძლია დავაკოპიროთ და სკრინადაც ავტვირთოთ. ურლით შეგვიძლია, ასევე log file შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ავტვირთოთ, text file ესე ვთქვათ და ანალიზზე გავუშვათ. აქაც AI გვეხმარება, მაგრამ AI-ს გარდა გვეხმარება ესეთი შიდა აგენტი, რომელსაც აქვს საკუთარი ბაზა ესე ვთქვათ რა. მარტივად ვთქვა, გარკვეული პერიოდიც აი ჯერ კიდევ გამივე AI არსებობდა, რაღაც შეცდომა როცა ამოვარდებოდა, ჩემთვის უცხო იყო. ან ტექნიკურად ვერ ვერკვევოდი, აი სხვა ფორუმებზე ვეძებდი, სხვადასხვა Google-ის მეშვეობით, search-ის მეშვეობით და პასუხებს მე ვიწერდი ხოლმე რა, ესეთ პასუხებს, იმიტომ რომ ერთი Word ფაილი რომ მქონდა. მე ჩავუკოპირებ ერთი და იგივე რადაც იქნება. ნუ ასევე მეც თუ რაღაცა ზოგი შეცდომა რა 2 წელი არ მეორდება, კონტროლებს დავაჭერდი და ამ ჩემს ფაილში ვეძებდი და აღმოჩნდა რომ 10000-ზე მეტი ესეთი კითხვა და პასუხი მომიგროვებია და მოკლედ 10000-ი აქ არის. ესე თქვა სხვა ვარიაციები. ანუ უდიდესი გამოცდილება, უდიდესი ბაზა არის, ხო? თუ აღმოჩნდება რომ ვიღაცას რაღაც იგივე პრობლემა აქვს, ძირითადად გავრცელებული ერორებია, რაღაც მიახლოებით იგივე კოდი მეორდება, უშუალოდ უკვე შიდა აგენტი პასუხობს, ესე ვთქვათ, მარტივად რა. გარდა ამისა, თუ ვინმე ისეთ უცხო შეცდომა შემოვიდა AI-ს მოუწევს პასუხი, AI-ს პასუხის ამ ბაზას ემატება. ამ ბაზაში შემოვიდა, ემატება და დავაზუსტებ, ეს ახლა არის უკვე შიდა პანელი ადმინისტრაცია, ანუ ამას ვერ ხედავს მომხმარებელი, ეს შენთვის არის. არა, ამას მომხმარებელი ვერ ხედავს, დიდად დახვეწილი არა ეხა ამის ვიზუალი, მაგრამ აი CX ნუ მომთხოვ, იმიტომ რომ კლიენტ ჩემთვის არის აგებული რა, არის ერთი მარტივი CSS ფაილით არის გაკეთებული აქედან ნაწილი, ესე ვთქვათ, ბექი. და როგორც თქვი, AI-ს დაამატებს აქ თავის ონდას და მოკლედ თუ AI-ს ეს უფასო ლიმიტი გამომერევა, ნუ მომხმარებელი გულნაწყენი არ წავა ესე ვთქვათ და პასუხს აუცილებლად მიიღებს. ეხლა მოდი ვნახოთ შენს ვებ გვერდზე აბა როგორი შედეგი დაგვიდო. ნუ 85 ქულა დაგვიდო. ეხლა ამ ქულებზე უნდა ვისაუბრო, საიდან მოქვს ეს ქულები რა. ნუ ეს ქულებს AI არ წყვეტს ამ შემთხვევაში. ქულებს ვითვლის შეცდომის მიხედვით რა. მოკლედ შემიძლია ეს ქულები ბევრად კაცრი იყოს, ან ბევრად მარტივი იყოს და აი რო განვიხილოთ რაღაცებს. ანუ გააჩნია შენთან ვის როგორი ურთიერთობა აქვს. ნუ ერთი ალგორითმი აქვს რეალურად რა. უბრალოდ შეიძლება ამ ალგორითმის გამკაცრება. ეხლა აი ნახოთ აბა რა შეცდომები დაგვიწე. ნუ hosting გარემო არ მოეწონა, ესე რომ ვთქვათ, ჩათვალო რაღაცა არ არის hosting გარემო და ძირითადად ამის გამო დაგიკლო ქულა შეგვიძლია ვთქვათ რა. ნუ CDN-ი ვერ დაინახა ამ შემთხვევაში და თავისთავად შეაფასა აი წერს კიდევაც რაღაცა HTML-ს კეშით არ პასუხობს. აქ გაჩვენებს რა ლინკები, ყველა ლინკს რა თქმა უნდა არ ამოწოს, მით უმეტესად ჩვენ სწრაფი აუდიტი გავუშვით. აქ ორი ტიპის აუდიტი მაქვს რა, ესე ვთქვათ, სწრაფი და სრული. ნუ სწრაფი და სრული, იმიტომ რომ ეს სრული აუდიტი ძალიან დიდ საგან ხუთს უგზელდებოდა და შეიძლება მომხმარებელი არ გაჩერდეს თქო და უფრო შევამცირე მოდელი. ხა ეს რას აკეთებს რა? ნუ თუ არის საიტი, სადაც ძალიან ბევრი შიდა ლინკია, სრული აუდიტის შემთხვევაში ძირითადად რაღაცა 50% ამ ლინკების ამოწყვებს და შესაძლოა ძალიან დიდი დრო სჭირდება, ძალიან ბევრი request აგზავნის. ასევე როცა დრო დაჭირდება. ნუ შეიძლება რა 5-დან 10 წუთამდე დაჭირდეს, ვებგვერდს გააჩნია რა. ასევე ნახე როგორ რაღაცა როცა სწრაფ აუდიტის შემთხვევაში აი სურათები თუ შეამოწვა, ყველაზე ერთი request-ი გააგზავნა რა. შეიძლება არ უპასუხა და მოეშვა. სრული აუდიტის შემთხვევაში ეს request-ი რამდენჯერმე მეორდება, სანამ ყველი აზრებს. უფრო სიღრმისეულად, იმიტომაც არის სრული. გოგა, აი აქ წერია, რომ ეს არის საიტის ავტომატური წინასწარი შეფასება და არცვლის ხელით უსაფრთხოების აუდიტს. აი ეს გამგვიმარტე რას ნიშნავს? ანუ რა იგულისხმება? აი რატომაც ვიგულისხმობ, რომ აი მაგალითად ჩემი ალგორითმი აფასე. ეხლა მე გადავწყვიტე მაგალითად, რომ რავი hosting-ის რაღაც გარემო თუ არ მოეწონა, რავი დააკლოს 5 ქულა. ეს არის სრულად ჩემი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. რა ეს არ არის რაღაცა ნუ ალგორითმია დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ეს ალგორითმი საერთო ჯამში აკლებს, მაგრამ ეს ალგორითმის ლოგიკა მე მოვიფიქრე რა. ამ შემთხვევაში ხა ამ დატას AI არ ქმნის. პირიქით ჩვენ აქ რა დატაც არის, ამ დატას AI-ს გაუგზავნი და AI დაგვიბრუნებს პასუხს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ხა ხელით შეფასება ბევრად უფრო შეიძლება, აი მაგალითად Cloudflare-ზე იყოს ვებგვერდი შეიძლება და ვერ გავიდეს. 400-ზე გავუშვას, იმიტომ Cloudflare არ გაატაროს. მაგისთვის რაღაც მეთოდი მაქვს მოფიქრე, მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ რომ მომხმარებელს მოუწევსო DNS-ში ჩანაწერი დაამატოს, custom rule შექმნას და ნუ ბევრი რაღაც წვალება, ესე თქვა და მე მინდოდა რომ ისეთ თული შევემქრო, რომელიც აი ისეთ მომხმარებელს, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, ნაკლები ცოდნა აქვს, რაღაც ტიპის მცირე ინფორმაცია მიიღო რა, რომ აი ვიღაცასთან თუ წავიდო და ეთქვა რომ იცი რა მეგობრო, რომ ჩემ ვებგვერდს ეს ჭირს და ამაში მჭირდება დახმარება. მოდი ვნახოთ ეხლა და აი ამასთან დაკავშირებით მაინტერესებდა
ვის შეუძლია ამ ხელსაწყოს გამოყენება. ნუ გასაგებია რომ დეველოპერები, პროფესიონალები და ასე შემდეგ, ესენი მიხვდებიან ამის ფასეულობას, ფასს ესე ვთქვათ, მაგრამ აი კიდე ვის შეუძლია არაპროფესიონალს ამ სფეროში, ვის ურჩევდი ამის გამოყენებას. ფიქრობ ნებისმიერს, ვისაც აინტერესებს რაღაც პრობლემა თუ არ ნელია თქვა თავის ვებგვერდზე რაღაც შეცდომებს უგდებს. არა, უბრალოდ ახლახანს ვიღაცამ დაუმზადა ვებგვერდი და უნდა რაღაც პატარა აუდიტი გაუკეთოს. შეამოწოს აიმე ხარვეს ხო არა აქვს. თანაც ნუ ეს ძირითადად WordPress-ია გათვლილი, თუმცა არა WordPress საიტებზე შეუძლია დატა წამოიღოს და ნაიც გააკეთოს, მაგრამ WordPress-ზე, იმიტომ რომ აი ჩვენ აქ ვნახავთ თქვენმოთ, რომ აქ არის მაგალითად პლაგინების დატა, რომელსაც 24 საათში ერთხელ ვიღება, თუ არის რაიმე დავირუსებული ვერსია, ამ პლაგინის ან თემა ამ ინფორმაციას გაძლევს. დავირუსებულ ვერსიაში გულისხმობ ამბავთ იმას, რომ ის ვერსია, რომელიც ჩემ საიტზე შეიძლება ვირუსი არა აქვს, მაგრამ რომელსაც მოწყვლადობა აქვს, vulnerability რომელსაც აქვს. რაღაცა ესე ვთქვათ, გატეხილი ვერსია cross-script თუ არის, ანუ უკანახრელია, შენთან თუ აყენი ესე ვთქვათ, ეს ვერსია ამის ინფორმაციასაც გაწვდის. ამიტომ უფრო WordPress-ია გათვლილი რა, მარტივად რო ვთქვა. და ნუ ნახოთ ეხლა ცოტა უფრო ადვილი ხელსაწყო მინდა და გამოსულიყო, მაგრამ გზადაგზა იმდენი რაღაც დავამატე. აი, ჩათრევა იცის. ძალიან ისე შევყევი, რომ რაღაც ისეთი აი, მაგალითად local SEO-ს რაღაც პატარა რაზოს არ დამჭირები, მაგრამ გადავწყვიტე რომ მოდი რავი local SEO-ს მომხმარებს, აი ძალიან ელემენტარული ეს მოდის ის, რომ საიტზე რავი ნომერი და მისა ქვეყანა და მისამართი უნდა იყოს დაფიქსირებული რაღაცა. ეგეთი მცირე აუდიტებით ძალიან დიდზე ავიდა საერთოდ ჯამში ცოტა რთული ხელსაწყო გამოვიდა. გარდა ამისა, დატა მოაქვს სხვადასხვა ადგილიდან. ნახან რომ აი მაგალითად ეხა WordPress ამოწმებს, თუ WordPress-ის ბაზაში არის რომელიმე მოწყვლადი პლაგინი, ან ვერ უპასუხა WordPress-ს, GitHub-ს მიაკითხავს, თუ GitHub-თან არ არის, ოფიციალურ საიტზე შედის WordPress-ი და იქ მოდელებს ამოწმებს, სხვა არ არის რაიმე შენიშვნა და ნუ ძირითადად ყველგან ინგლისურად არის და ცადე რომ რაღაც ტერმინების თარგმნას გამეკეთებია, მაგრამ ძალიან გაუჭირდა AI-ს, ძალიან ბევრი თოქენი წაიღო, ძალიან დიდი დროს წაიღო. ამიტომ თლად ისეთი მარტივიც არ გამოვიდა, რაღაც ტერმინები ინგლისურად არის, მაგრამ აი ის AI ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც დავაწვევი, უკვე ქართულად მომიყვება, რასაც დაინახავს აქ რა. ამის მუღამი ის არის, რომ ეს ცალ-ცალკე დატა კი არ დამეკოპირებია და მიმეცა, თქვა, ნომენ ChatGPT-ს თუნდაც მთლიანად აი ძალიან მარტივად მთელი დატა ამეღო და უცებ გადამეგზავნა რა. მოდი უცებ ჩავყვეთ, ძალიან რო არ გაგვეწელოს, ნუ CDS-ზე. ხო, აი ნახე გატეხილი ლინკებზე, ნუ რატომღაც 80 ქულა მოგცა, აი რაღაც რაღის საიტის დამზადებაზე, ჩათვალა რომ ბეკლიკი არ გაქვს, როგორ ესენი მე შევამოწმე სხვათა შორის, ნახე მეც და რა არის იცი, აი გადადი ჩემ საიტზე, ეს არის გამოყენებული ხშირად დასმული კითხვების სექციაში. ანუ როგორ ეს აი ესეთი ბაგი მაქვს, ფაქს ვერ ხედავს ასე ჩმა ვერ და აი ესეთი დეტალია და ნუ ამ შემთხვევაში მე მაგალითად ხო აი ამას რა ის უნდა კონდეს ხო ნუ რაღაცა რა თქმა უნდა მესმის რომ კიდე ესეთი სიტუაციებიდან გამომდინარე უფრო დაიხვეწება ეს მოდელი რა თქმა უნდა ხა იმიტომ შეიძლება აქ იდეაში ლინკია ხო დასმული ანუ რომ ამასაც ხო ჰოვერს რო უპასუხოს ხო კი ეს რაღაც სიმბოლო და მე ტექნიკურად მესმის მაგრამ ანუ თან კარგია რომ შენ ამას რო გაასწორებ ბეჭვის არ მეპარებ მაგრამ მე რასაო ვიცი აი დავუშვათ ის ადამიანი რომელიც იქნება მარტო ამის იმედა და რომელსაც ტექნიკური ცოდნა არა აქვს ეხლა ჩვენ უცებ მივხვდით ხო რაშია პრობლემა და მივხვდით რომ საიტზე არა და აქ არის დავუშვათ რაღაცა დასახვეცი ნუ საიტზეც არის რა თქმა უნდა რაღაცები დასახვეცი მაგრამ აი ეს ადამიანები ვინც ამას აკეთებენ რომ ამათაც მიაქციონ ყურადღება მთლად ისე თქვა რო თქვან რომ დაუშვათ რომ ეს რო ვიღაცა საბუთად წარუდგინონ რომ ან ჯილდო მისცენ და ან თავი მოჰკვეთონ ესე თქვა პირობითად აი ამიტომაც ეს არის ამ მომენტისთვის თუნდაც ხო ეს არის იმისთვის რომ გაგიმარტივოთ თქვენ მუშაობა რომ ნახოთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეს არ არის დასკვნა ხო ეს არ არის საექსპერტო დახნა სხვათა შორის ამაინტერესებს დრამე გადმოსაწერ ფაილად თუ აკეთებს რაღაცა თუ არის დაუშვათ რომ PDF-ს გენერაციასაც აკეთებს ჩავყვეთ აი მე მანამდე კიდევ ერთხელ გამიმეორებ ამიტომ წერია აქ რომ ვერ შეცვლის ვერანაირად თუმცა შესაბამისი პირი ჩაუждდება და თავის ვებგვერდს ნახავს კი ბატონო უცებ ძალიან კარგია შევამჩნიეთ უცებ გავყვეთ ნუ აი აგვეუბნება უსაფრთხოების პოლიტიკაზე რა გვაქვს და ფაქტიურად ყველაფერი გაქვს გაკეთებული რასაც ეს ამოწმებს მაგალითად მოწყვლად ფაილებზე წვდომა დახურულია 8 მიმართობის სწორია რაღაც გარე სკრიპტებს ვერ ხედავს ანუ ჩათვალა რომ იდეალური პოლიტიკა აქვს და მწვანეა ამ შემთხვევაში არის ყველაფერი იდეალური ნუ აქ ეხა ვხედავთ რა პლაგინები დაინახა შენთან ეს მოდელი მოიცა თავში შევხედოთ აი ნახე
სულ რაღაცა პლაგინი დაენახა. შეიძლება ბევრად მეტი პლაგინი გიყენია რეალურად. უბრალოდ ნუ რაღაცების გამო ეს მოდელი უფრო დავხვეწე, თავიდან ძალიან უჭირდა. ეხლა თითქმის რაღაცა ესე თქვა 70% ყველა პლაგინს აღიქონს, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რაიმე უსაფრთხოების თული აყენია. ამ პლაგინის სახელია შეცვლილი, ან 403-ს პასუხი ვერ გადის, მით უმეტეს ეხლა სწრაფი აუდიტი გავშვიდა, ყველა პლაგინს ვერ აღიქონს, მაგრამ რა პლაგინის დაინახა ამ შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია წამოიღო ზოგადად რა ხდება ამ პლაგინზე რა ეს საჯარო ინფორმაცია ამ შემთხვევაში ნუ ცნობდა GitHub-დან აქვს წამოღებული რა შეცდომებია რა განსხვავებებია მესმის რომ ინგლისურადაც ძალიან რთული მომხმარებელს გაიგოს მაგრამ ნუ AI ამის პასუხს დაგვიბრუნებს ნუ შემდგომში ახლა უკვე შეამოწმა რა ვერსიები გიყენია უშუალოდ აქ არის ზოგადი ინფორმაცია პლაგინებზე აქ ვერსიები შეამოწმა და ნუ ნახა რომ ანანაი ისეთ უსაფრთხოების დარღვევა არ არის ну აქ სიჩქარის აბაზისო ქულა მოგანჭა მაგრამ ახლა ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ჩემი თული არ არის რავი Google-ის ან Amazon-ის სერვერზე რა ეს არის რაღაც პირად სერვერზე და სწორედ ამ პირადი სერვერიდან აგზავნის request მოთხოვნას თუ შენი ასე თქვა ვიცი ახლა საქართველოში ეს არ არის საქართველოში ნიდერლანდებში მაგალითად ეს სერვერი და შესაბამისად გლობალურ კავშირის საქართველოს ნაკლები აქვს და ეს ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება იდეალურად სწორი ესე რომ თქვა რა ეს ინფორმაცია სწორი იქნება ერთდაიგივე ლოკაციის ქვეყნებს თუ გაუშვებთ ან ნიდერლანდებიდან ნიდერლანდებში ოფსაიტს როგორ სწორად აღიქონს და ეხლა ან თქვა ევროპაში იმიტომ რომ იქ გლობალური სიჩქარე კარგია მაგრამ საქართველოს შემთხვევაში გლობალთან ცოტა პრობლემები გვაქვს ქვეყანას და ამიტომაც ვერანაირად ვერ არის იდეურად სწორი თუმცა მაგრამ რაც უკეთესი იქნება მაინც მით რა თქმა უნდა უკეთესი არის ხო ამის მიუხედავად ითვლის გვერდის ზომას მაგალითად ჩათვალე რომ აგერ 186 კილობაიტია დაგიწერე 39 CSS ფაილი გადის ამდენი JSS ფაილია ამდენი სურათი დაინახა და ნუ ესეც საჭირო ინფორმაცია და ჩათვალე რომ ძალიან ბევრი JSS ფაილი მაინც რაღაც საყურადღებო არის ახლა მარტო სერვერსაც ვერ დავაბრალებთ ხო სიჩქარის იდეალურობას ეხა ნუ ცოტა გაუჭირდება იმიტომ რომ საქართველოს და ევროპა ძალიან განსხვავებულია რა მაშინ რაღაცა ძალიან დიდ სერიოზულ სერვერზე უნდა დავსვა ეს და ერთი სერვერიდან კი არა რამდენიმე ათეული სერვერიდან სხვადასხვა IP-ით უნდა აგზავნოთ სადა ნუ ჩვენი მხრიდანაც ეხა დავუშვათ უფრო უკეთესი პაკეტი რომ მქონდეს დაუშვათ ხო უფრო ძლიერი სერვერზე რო იყოს ჩემი საიტი ხო ამასაც აქვს თავის მნიშვნელობა მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს მაინც საყურადღებო არის ახლა მარტო მეც ვერ გავიმართლებ თავს ახლა ვთქვათ რა აი ტექნიკურ SEO-ში და ერთადერთი აი ნახოთ რაღაცები დაგიწუნა მაგალითად ჩათვალე რომ რაღაც სურათს აკლია ალტა აღწერა ნახოთ აი სხვადასხვა მიკვირს იმიტომ რომ ტექნიკურ SEO-ზე მაგრად მაქვს ნამუშევარი და ნუ რაღაცა გადავხედავ მეც გადავხედავ ძირითადად სურათებზე ჩათვალე რომ და რაღაცა ერთ-ერთ გვერდზე ჩათვალე რომ ძალიან გრძელი ისა გაქვს meta description 254 სიმბოლოა და ნუ რეკომენდებული 50 ქართულის შემთხვევაში ეს ყოველთვის პრობლემა არის იმიტომ რომ იქ ითვლის ლათინურ სიმბოლოს ხო სიმბოლოებს ითვლის 50-180 თუმცა რა თქმა უნდა მაინც ხო ესეც Google სტანდარტი აღებული და ხა ამას თავს ვერ დავდება ამას უფრო სპეციალისტებმა უნდა დადოს თავი რომ ეს 50 უნდა იყოს თუ 180 თუ 300 თუმცა სწორად შენიშნა რომ ქართულ სიმბოლოებს უტეფეკოდირებას ცოტა თულად არის აი თუნდაც აი იმ ტექსტშიც ხო ხედავ რომ რამხელა ერთი პატარა სიტყვა უკვე იმ სიმბოლოს ლინკი წამოიღო ესე ხო ნუ ეს სათაურები აქ გვერდები და რა გვერდები ნახა ესე ვთქვათ აქ საწავი და სურათებს ნახავ და ნუ აქ არის ლოკალურ SEO ნახოთ ეხლა ლოკალურ SEO რატომ არ მოგიწოდა მისამართი და ლოკაცია ვერ ჩანსო ესე ჩათვალა საინტერესო არის თუ არა ქუჩის მისამართი არა ქუჩა არ არის არა ესენი ქუჩა ეს ჩათვალა რომ ეხლა რეალურად ფიზიკური ოფისი არ მაქვს ჩემი ქუჩა არის, ჩემი მისამართი არის ინტერნეტი. ჩათვალა რომ ცუდია ლოკალ SEO-სთვის რა, ამიტომ დანარჩენ რაღაც პატარა რეკომენდაციები გაგიწვია. კონტენტის ხარისხი არის სიმართლე რომ თქვა ეხა. აი სწორად ხედავთ ეხა მე ბევრჯერ გადამოვწვე სიტყვების რაოდენობა სხვადასხვა პოსტში და ბლოგში, მაგრამ აქ რთული ისაა რომ ქართული ტექსტია რა და ამას ეხა AI-ით ანალიზით აკეთებს რეალურად რა და ეს სტანდარტიც ხან ძალიან იცვლება. ხან Google ამბობს რომ კი შეგიძლიათ ეს არა ნუ ტექსტი ისედაც ახლა რო შევა დაუშვათ მომხმარებელი საიტი ახლა ჩვენი მაყურებელი რო შევა საიტზე შესაძლებლად ნახავს ტექსტი მართლა ცოტა მაქვს ახლა ეს ბლოგის ტიპის არ არის ხო კონტენტს ნაკლებობა ჩათვალა
მარტივად ვთქვათ რა სიტყვა მართალია, ვწავლებ. 100%-იანია, კი ბატონო. ხო, ეს არის უკვე Google Speed-ის შეფასება. შემოაქვს უშუალოდ. PageSpeed-ის თულიდან გადმოაქვს, როგორც ნახეთ, ლოკალური წერილი და გლობალური შეფასებაც არის, იმიტომ რომ მე AI-მ უფრო ესე თქო ორი დასკვნა გააკეთოს. ნუ ქვემოთ უკვე გვიწევს რა არის პრიორიტეტული, რას გადავხედოთ, რაღაც პატარა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, აქვე გამოჩნდება ჩვენი AI ეს კონსულტაციისთვის, შეგვიძლია გავუშვათ და რა დატაც ნახა, ესე ვთქვათ, იმ დატას გადაცემს. და დაველოდოთ, აქ შეიძლება გვიპასუხოს ლოკალურმა აგენტმა, შეიძლება გვიპასუხოს აი ეხა ამ შემთხვევაში ლოკალურმა აგენტმა გვიპასუხა როგორც ჩანს დღეს ვიღაცება რამდენიმეჯერ შეამოწმეს და ნუ ამოელია ესე თქვა ლიმიტი და ანუ დასწრებაზეა ხო? დასწრებაზე რომ ანუ უფასოა კიდევ ერთხელ თუმცა საკმაოდ დღეში რა 1-20-30 საათი რომ ვაკეთებ ტესტავ და ყოფნიდა და დღეს როგორც ჩანს საკმაოდ დიდი მოთხოვნა ქონდა. ნუ მარტივად ვთქვათ ლოკალურმა აგენტმა და ანალიზა მოგორას გააკეთე. ეს ისთვის ჩავაშენე რა დეველოპერისთვის ეხა ჩემთვის შენთვისაც ეს სრულად მისაღებია ანუ რაღაცა ესე ვთქვათ ერთ გვერდზე მოცემული დატაა რა მაგრამ აი ვიღაცას ვისაც ძალიან უჭირს თუნდაც ამ ტერმინებში გარკვევა რა მარტივად რო ესე ვთქვათ შინაარსი გამოეტანა და აზრი რო გაიგო ამიტომ მოვიფიქრე რომ მოდი რა ასე AI-ს გაუგზავნი AI დაამუშავებს AI-ს დროს ეს ბევრად დიდია ხოლმე მაგრამ ნუ ეხლა რადგან აგენტმა ვერ ნახა და გვერდსაც პირველად ამოწმებს ნუ შიდა ტემპლეიტიდან წამოიღო შიდა დატა რაც ქონდა იქიდან წამოიღო შეადარ ერთმანეთს გარდა ამისა ჩაწერამდე გავასუფთავ ჩვენ ეს რაღაც პირად ინფორმაცია არ გამოჩენილიყო და ეს დატაც ბევრი არ ქონდა მოკლედ ვთქვათ ხო აქვე მინდა კიდევ ერთი რაღაცა თქვა რომ მაქსიმალურად გავაკეთე ის რომ რაღაცა პირადი ტიპის ინფორმაციები AM არ წაიყოს რა მაგალითად თუ შემთხვევით აღმოჩნდა რომ ვიღაც მომხმარებლის რაღაც მონაცემები ჩანს მის სამართი ჩანს პირადი ნომერი ჩანს მობილური ჩანს ეგეთი დატა რომ სენსიტიური დატა AM არ წაიყოს საერთოდ ხა კი ჩემ აგენტს უწერია რომ არ სწავლობს და ამ რეკვესტებით არანაირი ინფორმაცია არ გაქვს მაგრამ მე მაინც არ ვენდობი და ამიტომ თავი დავიზღვიე ხო ქვემოთ უკვე არის აღმოჩენილი საკითხები რა არის აი მწვანე არის იდეალური რა ნახა ყვითელი არის ნუ წითელი არაფერი არა გაქვს შეგვიძლია თამამად თქვა ყვითელი არის რეკომენდაცია რა ნუ იდეაში ბოლოში არის უბრალოდ ვერსიების განახლება ისეთი ჩემთვის უფრო ვაკეთებ ამას რომ და რა დროს ჩავსვი ეგ არის ესე ვთქვათ სულ რა გოგა ეს ყველაფერი რაც არის უფასო ხო ანუ რამდენჯერმე თქვი რომ ეს ყველაფერი არის უფასო ეს არის ესე ვთქვათ შენი WordPress-ისადმი და დეველოპერებისადმი დეველოპმენტისადმი სიყვარულით გაკეთებული ენთუზიაზმით აქვე მაინტერესებს რომ ვიკითხო ალბათ ამ tools ეკუთვნის რომ ფასიანი ვერსიაც გქონდეს და თუ გეგმავ ესეთ რაღაცას და თუ გეგმავ როდისთვის და რა პირობებით, რა ფასებით შეიძლება იყოს ეს წარმოდგენილი, ესე ვთქვათ. და რამდენად იქნება ეს უკვე საექსპერტო დონის. ეხლა მესმის რომ ძალიან რთულია ესე უცებ კონკრეტულად თქვა რომ ეს იქნება საექსპერტო დასკვნა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული განაცხადია ეს, მაგრამ აი ნუ რამდენად მიახლოებული იქნება თუ აპირებ ამ ფასიანი ვერსიის გაკეთებას ამ შემთხვევაში. მოდი ამ შემთხვევაში ეხლა მოდი აგე ჩემს საიტზე გავუშვებ. რაღაცა ძველი WordPress-ია, რომელსაც პირადად ვიყენებდი, თუ არის WooCommerce-ია და აი სულ აუდიტეთ გავუშვებ, თუმცა WooCommerce-ად წამოიღოს. იმიტომ რომ შესაძლოა WooCommerce-ი არ არის და ეს არ მიჩვენებია. ნახე როგორ სიტუაცია. მე ძალიან მინდა რომ ამას ჩავაშენო ფასიანი AI თული. ანუ უпроსტად Gemini-ს არა მაგალითად ChatGPT-ის ფასიანი ვერსია უბრალოდ ვერ გამოსაზღვრო წინასა თოკენებსა და ძალიან კოლოსალურ თანხაზე შეიძლება წავიდეს სიმართლე რო ვთქვათ რა და უფრო ვფიქრობ რომ ის დატა რაც AI-ს გარეშეც მოაქვს ძალიან საინტერესოა ისედაც ვინც ჩახედული ამ საქმეში იმისთვის მაგრამ ეს AI დატა რასაც ესე ვთქვათ პასუხობს უფრო მომხმარებელმა რომ მარტივად გაიგოს ეხლა ვიღაცისთვის ძალიან რთული აი აქ მინდოდა ქართულად დამეწერა მაგრამ მაგალითად უსაფრთხოების სათავე ანუ ვერანაირად ვერ თავნე და ქართულ ტერმინები რაღაცა ვერ მიუსაბამე ესე რომ ვთქვათ და ძალიან რთულია და ამიტომ უფრო გადავწყვიტე AI აგენტის ჩაშენება რა ასევე მე და ბოლოს დავამატეს რომლის ანალიზატორი და ამისთვის ძალიან დამჭირდა AI აგენტი რა და ესე რომ მე გამოვდო ფასიანი ვერსია არ ვფიქრობ ამას სიმართლე მოდი პირდაპირ ვიქნები და გეტყვი რომ არ მგონია რომ ფასიან ვერსიას მოთხოვნა კონდეს ჩვენ ბაზაზე რეალურად რა ძალიან მეეჭვება რომ ეხა ამაში ვინმე ფული გადაიხადოს ალბათ რავი 100-დან ერთმა ადამიანმა არ ვიცი მე ესეთ წარმოდგენა მაქვს შეიძლება ვწდები რა მაგრამ მე ვიყენებ ხშირად სიმართლე რო გითხრა ხო და მეც მაგას ვფიქრობ რომ ეხა ეს ძალიან
ესეთი ხელსაწყოა, რომელიც აი შენი თქმის არ იყოს, აი თავიდან როგორც დავიწყეთ საუბარი, რომ უნდა მოაგროვო იქიდან, ესეთი თულები არსებობს, რა თქმა უნდა, ამის ანალოგები და ღირს სასწაული თანხები, ხო? Screaming Frog კი მაგალითად, ხო? ბატონო. ესეთი რაღაცები არსებობს და კი როგორ არა ეს საერთოდ. ქართული და თან ქართული ფასი თუ ექნება ამას, მაგრამ აი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ კი გვინდა რომ ქართული ფასი ქონდეს, მაგრამ ის ხელსაწყოები, რომელიც დამატებით უნდა გამოიყენო, იმას არ აქვს ქართული ფასი, ხო? ო ეგ აქ მე ხო. მინდოდა ეხლა რაღაცა აი სემბრას ჩავაშენებთ ხო? გამოვიტანთ ხო? უბრალოდ ნუ ძალიან ძვირი გამოვიდა და SEO აუდიტი მინდოდა ბევრად უფრო ხო. ესე თქვა ფართო ყოფილიყო, მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ ფასიანათაც რო დავდო და გავყიდო ძალიან ძვირია რა. მაინც არ აი არის დაახლოებით აი ბრა იქნებოდა დაუშვათ ამისი მინიმალური ფასი, როგორ ფიქრობ შენ? აი ერთი არ აუდიტი რო დამეთქვიეს ჩატარდეს, ა? არ დამეთქვიეს იმათ გითხრა თუ ამიტომ ხა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ნუ მაქსიმალურად მინიმუმი ალბათ რა ნუ არ ვიცი ესე ერთი აუდიტიც არ რაღაც ალბათ ფიური subscription-ი უფრო უნდა გაიყიდოს ყოველთვიური გამოწერა. ან ყოველწლიურ ვიდრე ხა ერთი სითო საიტის აუდიტი, იმიტომ ხა ვიღაცამ შეიძლება საიტი შეამოწმოს, ნახოს რომ აი რაღაცა მაგათი რაღაც სენსიტიურ ფაილზე წვდომა წავიდეს დახურს, მე შემოვიდეს თავიდან შეამოწმოს. ამიტომ ხა ესე რაოდენობით ვერ შეუზღუდავ რა და ნუ არ დამithვლია ესე რომ თქვა და არც ვფიქრობ ამ ეტაპზე რომ რაღაცა ფასიან ვერსიას გამოვდებ. ერთადერთ ვფიქრობ რომ VPS ეს არ არის ხა შეარ გარემოზე მიდევს და VPS გარემოზე გადავიყვანო, იმიტომ რომ ის სერვერი სადაც ეს არის განთავსებული არ ესე თქვა დავჩარჯო და არ დავღალო, იმიტომ რომ სხვა მოხარში არის ხა კარგად გესმის სხვა მოხმარებლებიც არიან. ალბათ ერთადერთი განახილვა რასაც უახლოს მომავალში ამ ეგ არის რომ VPS სერვერს გადავიყვან, აი მაგალითად რო ვერ აღიქვა რომ ის ხშირად დასმული კითხვების დატა იყო, მაგას ჩავასწორებდი და ნუ რაღაც ეხლა მე ძალიან მეხმარება, ოდესმე ვიღაცები შემოდიან და ასწორებენ რა, მაგასაც ეხლა ადმინში გაჩვენებ. ნახოთ, აბა აი მაგალითად აქ დახვდება ეხლა რომ შენი საიტი, აი ორივე საიტის აუდიტი ჩატარდა რა. ამ აუდიტიდან დატაც წამოიღო. რაღაც მოდელზე მითხრა რომ მაგალითად ერეული წამოიღო, აი ჩემის ვერ დაუკავშირდა მაგალითად. ეს დატა მთლიანად მოაქვს. მე თუ აი AI კონსულტაციას ჩაატარებს ვინმე, ესეც აქ ინახავს, ეს AI დატის კონსულტაცია გადააქვსონის ბაზაში. ამატერსონის ბაზას და ზოგადად ძალიან ამეხმარება, რაც უფრო მეტი საიტი მოგროვდება რა, მე უფრო დავინახავ და ამაოშა შეცნობს. ვიღაცა თუ მომწესო აი მაგალითად გუშინეთმა ჩემი მეგობრმა მომწერა რომ ჩემი საიტი არის Cloudflare-ზე და შენმა საიტმა დაწერო 0 ქულა მაქვს, არ და რეალურად 400 გვერდზე გავიდა Cloudflare-მა არ გაატარა რა. ხო და რატომ ატყუებო რა და ნუ დავჯერქი მე და გავასწორებ მოდელი რომ ძირითად რეკვესტებს Cloudflare ატარებს, მაგრამ რაღაცებს თუ არ გაატარებს, მომხმარებელს მოუწევსო ვერიფიკაცია გაატაროს. ეხა იმისთვის რომ არ დაბლოკოს Cloudflare-ს უნდა მიუწერო იდეაში გაუგზავნო უნდა ჩემი სერვერის IP და ვთხოვ რომ დამიშვას. უბრალოდ ეს ძალიან წარმოუდგენელია და ეგეთ რაღაცას არ გააკეთებს. არა, რატო? მაინც უნდა სცადო, იმიტომ რომ თუ ნახავენ მასშტაბს, ხო, დაუშვათ, თუ ნახავენ რამხელა მოცულობა, მოთხოვნა არის, იქ რაღაცა შეიძლება ინფორმაცია მიაწოდო, რატომაც არა? თუ ნახავენ, თუ მოეწონებათ. ჩადე და ვნახოთ, მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ. და რაღაც აი ესეთ შეცდომა ვიპოვე და გუშინვე დავამატე მაგათ ეგ ხელსაწყო და რაც უფრო მეტი ესე ვთქვათ მოვა, თუნდაც ოდნის ბაზარში მეტი კითხვა დაგროვდება, მეტი პასუხის დაგროვდება, თავისთავად მე დავინახავ რა. გოგა, ანუ ესე იგი თამამად შეიძლება ვუთხრათ და ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ შემოდით და გატესტეთ თქვენი საიტი, ხო? გოგა ბაზას მოაგროვებს, შეცდომებს გაასწორებს და ეს თული უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება. პირად დატას არ ვაგროვებ. ხო, ნუ ეს თავისთავად უნდა იყოს ახლა, რა თქმა უნდა, ხო ახლა. დატას არ ვაგროვებ. ან ბოლოს და ბოლოს ახლა ასეთი ინსტრუმენტი და ესეთი ცოდნის მქონე ადამიანი სულაც არ კითხავს, არ კითხავს არავის და თუ მოუნდება ისედაც მოაგროვებს, მაგრამ არ აგროვებს ეს კაცი, ამისთვის არ არის ეს ინსტრუმენტი, ეს არის ჩვენთვის. ვიღაცა კითხა რა იბეს სისტემს რომ მინახა ვარ გამიტეხავებ ვერცო და აი ახლა აი გოგო რეკვესტი აღზავეს და იღებს უკან, ამიტომ არ შეეშინდეს არავის. გოგა ახლა რამდენი სისტემსაც ნახავს დაუვლის ყველას ეს რა თქმა უნდა სისულელია, ხუმრობაა რა თქმა უნდა ესეთ რამეს გოგას დანიშნულება სხვა არის, გოგა სხვა რამეზე მუშაობს. აი ახლა ძალიან თაბლა შეაფასა ჩვენი WordPress-ი WooCommerce ამ შემთხვევაში უფრო მეტი თემას დაინახა, პლაგინებიც დაინახა. აი უსაფრთხოებას დაბალი ქულა მიცან, ერთადერთი ჰოსტინგი მოეწონა, CDN-ი აქაც არ არის, აქაც ლინკები მოეწონა მეტნაკლებად. აი რა ხდება ხა გვეუბნება მაგალითად XML ფაილი არ მაქვს დახურული და ხელმისაწვდომია. ნუ აქ რაღაცა გარე API და ინფორმაცია შემოქონდა და არასდროს არ დამიხურებ ჭირდება.
აი კიდე მეუბნება მაგალითად თუ რაღაც იფრემები მაქვს ღია კონტენტი არ მაქვს უსაფრთხოების პოლიტიკა ATP მიმართვები არასწორია და ნუ წითელი რაც არის ეს არის საგანგაშო ესე რომ ვთქვათ რა ყვითელი რაც არის საყურადღებო ეხა თავიდან პირველი მოდელი რომ ავაწყე ყველაფერი წითელი იყო სიმართლე გითხრა რა მე რა დავჯექი რაღაცები ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია კიდევ ერთხელ ჩემ თავშიც გადამოვაწვე ინტერნეტში გადამოვაწვე და ჩავთვალე რომ აი მაგალითად XML ფაილი რაღაც ტიპის მიმართვებს ჭირდება რა ახაც წერს ხო, რომ რა აი რა თქმა უნდა, კი. რეკომენდაცია მაგისთვის როდის არის გამოიყო შექმნილი ეგ ზუსტად, კი, მაგრამ როდის არ გამოიყენო და შესაბამისად ხა ამის წითელს გაშვება რა ძალიან არასწორი იქნებოდა და უბრალოდ ნუ ძირითადად ისეთ ფათაშორის საიტებზე ზოგიერთი თული მაინც იმას შვება, რა ქვია, აწითლებს თუ არის კი მიმართვა კი და მაგრამ მე რეკომენდაციას გაძვენო ჩავთვალე რომ ხო. ხშირად ვიყენებდა, ამიტომ ჩავთვალე რომ მოდი ჯობია ყვითელი იყოს. ამიტომ მე პირად ვიღაცა რომ ჩემი გაკეთებულ საიტი შემოწმოს, არ მომწონა ეგიდია, ესე რომ ვთქვა რა და ნუ რეალურად ეხლა რომ ვთქვა ძალიან ბევრი როგორც ეს არ ჭირდება რა ეხლა თუ არის ისეთი ტიპის თუნდაც უκომერცი რომელსაც გარედან არ არის ინფორმაცია არ შემოაქვს, არ იღებს და არ აგზავნოს API-ით, მაშინ არაფერში არ ჭირდება რა სიმართლე ვთქვა და კარგი იქნება თუ ჩვენ მსმენელი დახურავს და თქო ღია წვდომას არ მიცევს რა. ხო აი ნახე რადგან ფულა დიდი გავშვი უფრო მეტი ლინკი ნახვა აქვე ღილაკიც გვაჩვენა ესე თქო გაგზელებს ბევრად მეტი ლინკის დატა გადაამოწმა რა. ხო აქაც ახლა ჩამოწერა ყველა პლაგინი აი საჯარო ინფორმაცია ვერ ნახა მაგალითად Slide Revolution-ს ამ ვერსიაზე იმიტომ ბოლო ვერსია და ძირითადად ყოველთვის რაღაცა ჭირს Slide Revolution-ს მაგრამ ამ შემთხვევაში არ ჭირსო მე უშუალოდ გადაამოწმა ჩემი პლაგინები რაც აქ დაინახა და აი მითხრა რომ Medium-ი მაქვს მაგალითად იმიტომ რომ ნუ სხვა ესა მიმდინარე ვერსია ეს არის და ბოლო ვერსია ეს არისო და არ გიყენიაო ჩათვალა. შემდეგ მოდის ესე ვთქვათ WooCommerce-ის ჯანმრთელობა ქართულად. არ არის მაგრამ ნუ აქ მოკლედ შეაფასა მაგალითად უსაფრთხოება, შეაფასა შეჭმა, შეაფასა სურათები, ახლა რო აი სამი ლინკი აქვს მაგალითად აგე გამოტანა სამი სხვადასხვა პროდუქტ გამოიტანა და ამ პროდუქტ მაგალითზე შეაფასა რა. გვეუბნება ესეთ რაღაცას რომ მაგალითად ძალიან მოკლე აღწერები გვაქვს short description-ებს საერთოდ არ გაგვაჩნია, ზოგზე საერთოდ კატეგორია არ გვაქვს მინიჭებული, ზოგზე სურათი არ არის, ნუ მოკლედ სატესტო WooCommerce-ია და ძალიან ბევრი საბაზისო შეცდომა ნახა. ასევე გვაჩვენებს მაგალითად საიტის სიჩქარეს, აი დიდად არ მოეწონა და გითხრა ძალიან ბევრი JSS ფაილია, აი ზომაც ბევრად დიდია ვიდრე შენი ვებგვერდი იყო მაგალითად, ნუ მე ბევრად მეტი სურათია, იმიტომ რომ პროდუქტის გვერდი წამოიღო და ნუ აი წითელში გაგვიწითლა რომ ეს არის ძალიან რთული და ნუ აგვირჩევს რაღაც ესეთი პლაგინი ну, გამოვიყენოთ. WooCommerce ისედაც უნდა განსხვავდებოდეს, რა თქმა უნდა, კი, ახლა სავიზიტო ბარათის ტიპის საიტისგან ყველა შემთხვევაში უნდა განსხვავდებოდეს. კი ბატონო და ნუ ეს არ მოეწონა და ესე თქო დიდი რეკომენდაცია. ხო, ნუ ნახე არ მოეწონა ტექნიკური SEO, იმიტომ რომ ნუ ალტაღწერები არ არსებობს, ტაიტლები არ არის, მეტა დისკრიფშენები არ არის. ნუ მოკლედ ბევრიც არის სამუშაო ვებგვერდია და გასაგებია რომ ბევრიც არის შეცდომა. თუმცა შეიძლება რეალურ გარემოზეც ესეთ შეცდომები ბევრი ქონდეს. აქვე აჩვენებს რა ლინკები ნახა, ნუ ამ ლინკების სათაურები მოაქვს, ესე თქვა და აი აქ მოაქვს წყაროები, აი სურათები მაგალითად გვეუბნება რომ არ აქვს არანაირი ალტერნატიული აღწერა, ნუ ლოკალ SEO-ზე ვერ ნახა რომ სანამ ტელეფონის ლინკია მითებული, ვერ ნახა მაგალითად ლოკალ ბიზნესის არქიტექტურა არჩეული და გულს ვეუბნებით რომ ეს ლოკალური ბიზნესია. ნუ აქ ჩამოგდო ამის რეკომენდაციები რომ ლოკალურ SEO-ისთვის უნდა გამოვიყენოთ ლოკალ ბიზნესი, მაგალითად Google-ის მეფი უნდა ჩავსვათ, გვინდა საკონტაქტო გვერდი, ასევე სოციალურ გვერდის გადაზიარებები უნდა შევაფასოთ. რა ძალიან მარტივად ვთქვათ, ბაზისურ რაღაცებს რაც პრობლემები ნახა, ამ ყველაფერს უკან გვიბრუნებს. აქაც ეს ცხრილია რომ მეილი არ არის მითებული, მაგალითად ტელეფონი არ არის, ნუ მისამართი არის, მაგრამ რუკა არ არის, საკონტაქტო გვერდი არ არის და ასე შემდეგ რა. ნუ კონტენტის ხარისხი ბევრად უფრო, რადგან მეტი ტექსტია, ესე თქვა, რაღაც 100-მდე პროდუქტია, უფრო მეტი რაღაც დაინახა, მაგრამ ჩათვალე აქაც რომ მეტაღწერები არ არის, ძალიან არასწორი სათაურებია, თვითონ keyword-ებიც ვერ დაინახა, ესე ვთქვათ რა, რაღაცა გვერდზე ძალიან ცოტა სიტყვა, რაღაცაზე ძალიან ბევრია, აქვე გაჩვენა რა გვერდები ნახა, ესენი ამოგვიყარა. შემდეგ ხა UI და UX-ი შემოწმა, მაგრამ ამისთვის უკვე Google-ის PageSpeed-ის დატას იყენებს და კლიენტის მონაცემები წამოგვიღო. ხო, მე წახან დამავიწყდა თქმა რომ, როდესაც მცირე აუდიტს გავუშვებთ, მხოლოდ მობილურის დატა მოაქვს PageSpeed-დან, რა, იმიტომ რომ მოხარბის 90% ტელეფონით შედის, ესე ვთქვათ, მობილურით შედის საიტზე და ნუ დესკტოპ ესე ვთქვათ, შეფასება არ მოაქვს და ტყულა რაღაცა დრო არ დახარჯოს ამაში, მაგრამ რადგან ეხა სრული აუდიტი გავუშვით, დესკტოპ დატაც წამოიღო რა. აქვე კიდე აი
ბოლოსში არის პრიორიტეტული საკითხები, JavaScript ფაილი არ მოეწონა რომ უსაფრთხოების ნორმები და როგორ საშუალოდ შეგვიფასა, რაღაცა მცირე პასუხი დაგვიბრუნა, აქვე მე AI-ის თემა დავანალიზე და შინაარსი მოკლედ, აი ძალიან მარტივ შინაარსს გვითხრა მაგალითად საიტის საჭიროა უსაფრთხოებაზე იმუშაოთ, აი გვითხრა CMS რავის პლაგინები გასაახლებელია, აღმოჩენილია რომ პლაგინებია ზოგიერთ მათგანში სხვადასხვა ტიპის რისკია, გვითხრა რომ ტექნიკურზე კონსულტაცია უჭირდება, ძალიან მარტივი საბაზისო რაღაცების გამოსწორება გვინდა. მოკლედ თქვა მარტივად აგვიხსნა ყველაფერი რაც ზემოთში შევკითხა. გოგა, აი ერთი დეტალი მინდა, მე მგონი დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი და რაღაც აი WooCommerce-ში ყველაზე მთავარი არის გადახდის პლაგინები, აი მანდ მაგაზე რა სამოწმებს, აი ეს რო გაამახვილო ამაზე ყურადღება. გამოგჩა. რო აი რამდენად სანდოა ეს გადახდის პლაგინებს ბევრი ადამიანი წერს, მაგრამ მანდ არის ყველაზე დიდი მახე, მანდ არის ყველაზე დიდი რისკი, რომ რადგან საბარათე ოპერაცია მიმდინარეობს და ბარათის მონაცემები გადადის გადმოდის, აი მანდ მაგაზე მინდა გითხრა რა ხდება აქ. მარტივად ვთქვათ, რამდენიმე ჭირო გვერდს აფასებს. პირველ რიგში WooCommerce-ს რა თქმა უნდა ქონდეს კალათის გვერდი და ნახა რომ არსებობს ესეთი გვერდი. არსებობს ღილაკი, რომელიც ამ კალათაში ამატებს, არსებობს checkout-ის გვერდიც. მაგალითად აქ დაგვიწერა რომ არსებობს დაბრუნების პოლიტიკა, ანუ იქ დემო გვერდი მაქვს ჩასული, მაგრამ ნახა რომ არის ესეთი რაღაცა მითითებული ამ დაბრუნის პოლიტიკაში კომპანიის დასახელება რაღაც პირადი მონაცემი, რომელიც ჭირდება სტანდარტულად. ნახა რომ ფასი მაგალითად ახმადია და ჩანს, არის ფასდაკლებების გვერდიც აღმოაჩინა, არის მიწოდების პირობები და ასე შემდეგ და ანუ აი სანდო თრუს payment ან სანდო გადახდის წყაროა ესეთი დასმა დაგვიწერა რა. ეხლა რას ნიშნავს ეს რა? ამ შემთხვევაში ამ საიტზე კიო-კიო-ჯიზე როგორც თქვი სამუშაო გვერდია, ну ოდესღაც მუშაობ, მაგრამ ეხლა პირად სამუშაო გვერდია. აყენე ერთადერთი გადახდის ფორმა რა. ეს არის WooCommerce-ის დეფაულტი, ან გადარიცხვით ან invoice-ის შესაბამისად ან გაესწორება. Cash on delivery ხო, კოუდი რაც არის, cash on delivery. კი ბატონო და ეს ეხლა სტანდარტია და მიღებულია და შესაბამისად იცის ამ სისტემამ რომ ესე თქვა საიმედო წყაროა და შეაფასა რომ სანდოა ასე გადახდა, ანუ რეალურად კოდის დონეზე შეაფასა და ეს არ არის რომ ვიღაცა ვებგვერდი შეამოწმო და ой ამას თუ გადაურცხამ, გოგა მითხრა რომ სანდო ეგეთი არაფერი არ არის. უბრალოდ ნახე აი მაგალითად აი ჩვენთან არის გავრცელებული აი სანდრო ძნელაძის პლაგინები. ის პლაგინები ცნობილია ამისთვის და იმ პლაგინებსაც შეაფასებს რომ საიმედო წყაროა. ასე ვთქვათ Stripe შეაფასებს PayPal-ზე. ხა ამას აკეთებს მარტივი დავსვით რა. ნახულობს რომელიმე აი მათი ისტორია ხომ არ არის რომ GitHub-ის ბაზაში, ხომ არ არის WordPress-ის ბაზაში, რამდენად ხშირად ნახდებოდა. შედის მათ ოფიციალურ ვებგვერდზე თუ არის ესეთი ლინკი თუ იპოვა, ესე თქვა წყარო თუ ნახა და ამოწევს შენ იმაზე ფიქრობდი, კარგი რაღაცა თქვი, ანუ კოდის დონეზე ამოწმებს და არა იმ პიროვნებას ვისთანაც ფული სქემი არის თუ ის ადამიანი ვინ არის, ხო, მაგაზე ვერავინ ვერ ვარ პასუხისმგებელი რა თქმა უნდა. ამოწმებს კოდის გატეხილი, განულებული და გაუბედურებული პლაგინი არაყენია, რომელიც რაღაც პირად დატას ვიღაც ინდოელს გაუგზავნის. მხოლოდ კოდის დონეზე ამოწმებს პლაგინსის სანდოობას, მაგაზეა საუბარი. კი ბატონო, ну იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად აღნიშნე ხა ვიღაცამ თქვას რომ აუ გაკ ყველაფერი კარგად არის და მე იქ ვიღაცა ანუ საიტი წესრიგში კონდეს, მაგრამ თვითონ არ იყოს წესიერი ადამიანი ხო ხა, ну მაგაზე შენ რა თქმა უნდა პასუხისმგებელი შენ კი არა ვერავინ არა, და ეს უბრალოდ კოდის დონეზე აფასებს ესე რომ თქვა. ანუ ძირითადი რაც არის, რაც მომხმარებლისთვის მარტივია, არის ისო აი AI პასუხს აბრუნებს და ეს შინაარსი შეუძლია ისეთ ადამიანებს გამოიტანოს, რომელსაც არ აქვს უშუალო შეხება ტექნიკურად. ეხლა ვისაც ტექნიკურად შეხება აქვს, იმისთვის AI-ის გილაკი ზედმეტია და შეუძლია არ გამოიყენოს დამიზოგოს ასე ვთქვათ რესურსი. ეხუმრობით გამოიყენოს თუ არ არის ოსკუში დააგეთ დაუბრუნოს პასუხს უბრალოდ. ну მე არ ვიცი ეხლა რამდენ ჩემთვის ჩემი გაკეთებული თულია და ფაქტიურად ყველა ეს დატა ცალ-ცალკე ვეძებდი მთელი ჩემი ცხოვრება ეს ბოლო 10 წლეული მაინც ესე რომ ვთქვა და მე პირადად ვიყენებ რომ ესე ვთქვა რაღაცეებისთვის იქ აღარ შევდივარ და ვიცი რომ ყველაფერი აქ მეგულება და აი ვიღაცა რომ მეტყვის და ბეგზე წნობა არ მაგ რაღაც ფრონტიდან საიტის ვიზუალიდან მინდა რაღაც დასკვნა გამოვიტანო და პასუხი დაუბრუნო ეგეთ რაღაცეებისთვის ძალიან მარგია ესე რომ ვთქვა რა გოგა ახლა ამდენი შრომა გაქვს ჩადებული ბოდიში შეგაწყვეტინე და გითხარი ისიც მაგრამ აი ესეც არ მინდა რომ მოვასწრო და ვთქვა არ დამავიწყდეს ამდენი შრომა გაქვს ჩადებული ეს არის უფასო ხელსაწყო ბევრი გამოვიყენებთ ამას რა თქმა უნდა საქმის სასარგებლოდ და რა შეგვიძლია მე და ჩვენმა მაყურებელმა რით შეგვიძლია რომ დახმარება გაგიწიოთ
აი ეს მინდა გითხრა, ახლა იქნება რა თქმა უნდა რაღაც ადამიანი, როდესაც ესე მუშაობს და როდესაც უფასო რაღაცას სასარგებლო საქმეს აკეთებს, დახმარება უნდა შევთავაზოთ და თუ შეგვიძლია დავეხმაროთ. აბა გითხარი რა არის ესეთი? ხო, რა თქმა უნდა ეს ენთუზიაზმით არის გაკეთებული და ვიცით ყველა რომ ენთუზიაზმი ოდესღაც არ მოიწურება. ბევრი ეგეთი პროექტი მქონია დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ეს თული გადავწყვიტე, იმიტომ რომ უფრო დამეხვეწა და საჯარო გამომედგა, რომ ჩემს საქმეში მჭირდება და შესაბამისად არ არის მხოლოდ ისეთი რაღაცა გავაკეთე და გვერდზე დავდე. ნუ პირველ რიგში კარგი იქნება თუ რაც ბევრ საიტს გავტესტავთ. მე ანუ დატას შემოვიდეს ხალხი და შემოვიდეს და გატესტოს, მოვაბრალო. ეს დახმარება იქნება და არა ხელის შეშლა, ხო? პირიქით გატესტონ თუ ვინმე აღმოჩნდეს რავი ატყუებს ეს თული ან რაღაც შეეჭდა შეუძლია მომწეროს აქვე რავი ფილაკი აკეთა პირდაპირ WhatsApp შეუძლია მომწეროს და ანუ მითქაცო გოგაჭიარო კრიტიკისთვის, რატომ მომატყუე კონსტრუქციული კრიტიკისთვის ღია ხარ და გახსნილი ხარ, არ გეწყინება. ორაումისთვის არ ვარ გახსნილი მაგრამ კრიტიკას მივიღებ როგორ? ამდენი არის გავაკეთებ და ერთი გოგა, რაც გოგა, კარგი რისთვის არ ხარ გახსნილი, გამეორი? ორაումისთვის ჭო, ხო, ნუ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრს უყვარს ხოლმე ჭორაობა დეველოპერებს და კი. არ არის შეთთვის საიდუმლო მეგამბავი, ჩინარსაც მივხვდები და კი. ნუ რაც კარგი იქნება, ვფიქრობ, არის ქართული ტერმინები და ზოგადად ქართული ტერმინები არ არსებობს, მაგრამ ვინმე თუ დამეხმარება მაშინ რომ მომაფიქრებია როგორ აღწერო ამ თulis ქართული ტერმინები, სადღაც სრულიად ქართულად გადავთვალო, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყაროდან მოგზა და შემიძლია რომ შიდა აგენტს ესე ვთქვა, ეს ტექსტები შევთავაზო და ქართულადვე დააბრუნოს პასუხი. უბრალოდ ეხლა ნამდვილად არის მაგათ უსაფრთხოების სათაური რამდენად ტექნიკურად ზღერს ხო, ქართულად. არის სამწუხაროდ ისეთი ტერმინი, რომელსაც ვერ ვთარგმნით. ეხლა მაგალითად WordPress სიტყვა პრესი რო გინდოდეს თქვა, მაინც პრესი მაინც არ არის ქართული, ხო? სიტყვა ქართულია, მაგრამ სიტყვა, ეხლა პრესი არ არის და არის რაღაც ტერმინები, რაც უნდა შევეგუოთ, რომ ამ მომენტისთვის უთარგმნილი, მაგრამ თუ რამეს ნახავთ, მეგობრებო, თუ რამეს ცუდს, კარგს, არ კარგიც მისწერეთ, შეაკეთეთ სიამოვნება, რა თქმა უნდა, თხოვნა იქნება რომ აუცილებლად დავეხმაროთ გოგას, დავეხმაროთ ჩვენ თავს, ეს არ არის არ აქვს მნიშვნელობა დეველოპერი ხართ თუ მარკეტერი ხართ, სხვისთვის აკეთებთ საიტს თუ თქვენთვის აკეთებთ საიტს, ეს ხელსაწყო გამოგადგებათ, ეს ხელსაწყო უნდა დაიხვეწოს და ნუ რა თქმა უნდა გოგას დავეხმაროთ ყველანაირად. გოგა, კიდევ რამეს გვეტყვი და მე მგონი დღეისთვის საკმარისია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის ისეთი ხელსაწყო, რომელიც სამხარაულის ექსპედიციას დადებს მაგალითად. კარგი და ვინმე შეიძლება ამით ან რამე დააბრალო, ან პირიქით შეარყო რა. ეს არის პირადი სარგებლობისთვის, დეველოპერებისთვის და ვიღაცებს, აი ჩოვლებრივ მოქალაქეებს, მარტივად ვთქვათ, რომ საკუთარ ვებგვერდზე გარკვეული ტიპის წარმოდგენა შეექმნას, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ რაღაც ტიპის შესაძლებლობს უშვებს ეს ხელსაწყო და მაინდა-მაინც ამით გულს ნუ დაწყვეტენ ადამიანები ერთმანეთს რაღაცა ისეთი იქნება, ამას დავამატებდი. ეს არ არის 100%-ით სანდო ხელსაწყო, ისე როგორც არც ერთი ონლაინ თული, მაგრამ იდეა ძალიან კარგია, გოგა. მინდა რომ ეს არ ამოგეწოროს ენთუზიაზმი და ჩვენს მაქსიმალურად მართლა ვინც შევამოწმებთ, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, მაყურებელი იქნება თუ ამის შემოწმებელი იქნება, რომ განვავრცოთ, ნახოთ, გაკეთდეს, გაუმჯობესდეს და შენს გამოიყენებ, შენს გესიამოვნება, ჩვენს საქმეში გამოვიყენებთ და მოგლედ მინდა წარმატებები გისურვო შენ სამ საინტერესო ხელსაწყოს, ველოდებით კიდევ განახლებებს, რამე ჩავწეროთ მე ამ თემაზე. ჩვენს მაყურებელს ვთხოვ, რომ გამოიწეროს არხი, გამოიყენეთ ინსტრუმენტი და გოგა, შენ ისევ და ისევ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ მოვიწვიე, ძალიან გამიხარდა. სხვა თემაზე შევხვდებით იმედია მალე. კი ბატონო. აბა დროებით. დროებით.